კიდევ ერთხელ მოგესალმებით პოსტივის საინფორმაციო სამსახური აგრძელებს თქვენთვის მუშაობას ახალ ამბებს ლევან წუწუნავა გაგაცნობთ. პარლამენტში გრძელდება მსჯელობა ინიციატივაზე, რომელიც მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას ითვალისწინებს. საკითხს დეპუტატები დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავენ და დაამტკიცებენ. თანამდებობას მამუკა მდინარეძე დაიკავებს. ის სამი უწყების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინაციას უზრუნველყოფს. როგორც სახელმწიფო გუნდში აცხადებენ, ინიციატივა საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე მთავრობის ეფექტური პასუხია. ამ პოზიციიდან მამუკა მდინარეძეს ექნება ერთის მხრივ იმის საშუალება, რომ დაუბრუნდეს პოლიტიკას და მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში, რაც რა თქმა უნდა კიდევ უფრო გააძლიერებს ქართული ოცნების გუნდს, ხოლო მეორეს მხრივ იგი გაუწევს სრულ კოორდინაციას უკვე ყოველდღიურ რეჟიმში სამართალდამცველი უწყებების მუშაობას და თავის მხრივ გადააზღვევს გეკა გელაძესაც და სულხან თამაზაშვილსაც, რა თქმა უნდა, რომლის კომპეტენციაშიც ეჭვი არავის არ ეპარება, ბატონ გეკა გელაძესაც და ბატონ სულხან თამაზაშვილსაც საქმით აქვს დამტკიცებული თუ რა შეუძლიათ მათ, თუმცა რა თქმა უნდა ნებისმიერი ადამიანისთვის როგორი დონის პროფესიონალიც არ უნდა იყოს, ფუფუნება არის, როდესაც თავის მხრივ კიდე მამუკა მდინარეძე აზღვევს მის გადაწყვეტილებას. სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც ახლა ესე იგი იქნება შემოღებული შესაბამის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, რასაკვირველია, აჩენს ყველანაირ წინაპირობას იმისა, რომ საომავლოდ კიდევ უფრო მყარი გარანტიები იყოს შექმნილი იმისათვის, რათა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოება რაც შეიძლება მაღალ დონეზე იქნეს უზრუნველყოფილი. ეს ამბავი ძალიან არ მოსწონს რადიკალურ ოპოზიციას, რადიკალურ დაჯგუფებებს, მათ ზოგადად ყველაფერი, რაც დადებითად შეიძლება იქნეს ასახული ჩვენი ქვეყნის მათ შორის უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით, მართებთ უაღრესად მწვავე პოლიტიკურ ერთგვარ ალერგიას. პარლამენტი დღეს ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოусმენს. მიხეილ სარჯველაძე საკანონმდებლო ორგანოში გახარიას გუნდის წევრებმა დაიბარეს. მინისტრთან 24 კითხვაა გაგზავნილი, მათ შორისაა ტიუშენის კუნთოვანი დისტროფიის და ავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შეშემოპირთა ხელშეწყობა, ფარმაცევტული ბაზარი, DRG სისტემა, საზღვარგარეთ მკურნალობის სტატისტიკა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და ნარკომოხმარება. სხდომა 12 საათზე დაიწყება. მიხეილ სარჯველაძემ არაერთხელ უკვე ისაუბრა ისეთ აქტუალურ საკითხზე, როგორც დიუშენის სინდრომია და რა გამოწვევები დღეს ქვეყანაში და როგორ აპირებს ხელისუფლება, რომ იმოქმედოს სამმართველობით, იცით რომ გაფართოვდა სპექტრი ამ დაავადებულ ბავშვებისათვის მომსახურეობის, იცით რომ ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაფართოებულია სპექტრი ონკოლოგიური პაციენტების დახმარების, მოიხსნა ლიმიტი, გრძელდება ონკოლოგიით დასნეულებულ ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. მიუხედავად ამისა, მაინც გამოწვევები არის და იქნება მსჯელობა ძალიან აქტიური. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო სიღრმისეულად გავეცნოთ იმ დეტალებს, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ერთი მხრივ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხს, მეორე მხრივ ზოგადად იმ მნიშვნელოვან მიმართულებებს, რაც ამ შემთხვევაში არის ასე ვთქვათ პრიორიტეტული ჩვენი ჯანდაცვის სისტემისათვის. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ინტერპელაციის ავტორები, ამ შემთხვევაში გახარიას გუნდის წარმომადგენლები, ამჯერად მაინც გამოიჩენენ სათანადო კონსტრუქციულობას და შეძლებენ საგნობრივ დისკუსიაში მონაწილეობას. ტექნიკური ხარვეზი თუ ქართველი ხალხის არჩევანის იგნორირება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული. რატომ არ ახლდება ინფორმაცია საკითხზე, პოლიტიკური შეფასებები მმართველ გუნდში კეთდება. სახელმწიფო პარტია გერმანულ მხარეს არასერიოზულ დამოკიდებულებასა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ცნობისთვის მონაცემების განახლების მოთხოვნით ბერლინში თბილისიდან კიდევ ერთი ნოტა გაიგზავნა. ეს გარკვეული სამაგიერო პასუხია, პოლიტიკური დემარშია იმ განცხადებების საპასუხოდ, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ თუნდაც გერმანიის ელჩის აქტივობებთან დაკავშირებით. არასწორებს, იმიტომ რომ უპირისპირდება ჩვენს ინტერესს შევინარჩუნოთ სტაბილურობა ჩვენ ქვეყანაში და არ დაუშვათ იმ შავი ფულის შემოდინება, მათ შორის, რომელიც გერმანიის ელჩის
წახალისებით თუ ხელშეწყობით ხდებოდა. ეს არის ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება გერმანიის მთავრობის მხრიდან. რამდენი ხანია უკვე ისინი სპეციალურად არ ცვლიან ამ მონაცემებს და ეს ძალიან გვაგონებს იმ აბსურდს, რა აბსურდში ცხოვრობენ ევროპარლამენტარები, როდესაც რეზოლუციაში გვიწერენ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი არის თურმე საქართველოს პრეზიდენტი. შესაბამისად გერმანიის მთავრობაც ანალოგიურს აგრძელებს და ზოგადად ეს დამოკიდებულება, ეს უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ არის შემდეგ გამოძახილი იმისა, თუ როგორ იქცევიან მათი ელჩები საქართველოში. იმ დონის ტექნიკურ პრობლემამდე არიან მისულები, რომ მართლაც არ ვიცი, IT სპეციალისტების დეფიციტი აქვს, იქნა კიდეც გაკეთებული შეთავაზება ქართული მხარის მხრიდან, რომ ნამდვილად არ დავამადლით და არ დავზარდებით შესაბამისი კვალიფიციური კადრების მივლენას. თუმცა რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ახლა ირონიას რომ თავი დავანებოთ იმაზე, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა სახელმწიფო მაშინ როდესაც ის არის ძალიან მძიმე თავის მხრივ წნეხის ქვეშ, წნეხი რომელიც ამ შემთხვევაში მომდინარეობს გლობალური ჭრილოვანი ძალებისაგან. წმინდა სინოდი 28 აპრილის სხდომის ოქმს აქვეყნებს კენჭისყრის შედეგების თანახმად გაფართოებულ კრებაზე პატრიარქობის კანდიდატებად წარდგებიან. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაგისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი და მროվել ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი. ხმები ასე გადანაწილდა. შიო მუჯირი 20 ხმა, მიტროპოლიტები გრიგოლ ბერბიჭაშვილი და იობი აქიაშვილი 7 ხმა. სინოდის ოქმის თანახმად სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან და განათლებასთან დაკავშირებული საკითხებიც დადგა, თუმცა ორივე საკითხის განხილვის შეწყვეტას წმინდა სინოდის უმრავლესობა კენჭისყრით დაეთანხმა. წმინდა სინოდის ყველა წევრის მიერ აღინიშნა ერთსულოვნების განსაკუთრებული მნიშვნელობა. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეორე პუნქტთან მიმართებით მოცემულ ვითარებაში კათოლიკოს პატრიარქის არჩევამდე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლება-მოსილება. ამის შემდგომ შედგა კენჭისყრაში მონაწილე 6 კანდიდატის საბოლოო სია. კენჭისყრის შედეგად ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა. პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 20 ხმა. მეორე მროվել ურბნელი მიტროპოლიტი იობი 7 ხმა. მესამე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი 7 ხმა. მარგვეთისა და უბიცის ეპისკოპოსი მელქისედეკი ხმის გარეშე. მეხუთე ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე 1 ხმა. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი 2 ხმა. ამგვარად გაფართოებულ კრებაზე საპატრიარქო კანდიდატებად წარდგებიან. პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო. მეორე მროվել ურბნელი მიტროპოლიტი იობი. მესამე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი. ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა პარტნიორობის მიმართულებები, პროექტების პროგრესი და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად პროექტ გრაილის მიმდინარეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მიწის ადმინისტრირების სერვისების გაუმჯობესებასა და ციფრული მმართველობის სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე. მხარეებმა პროექტების სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, მიღწეულ პროგრესზე და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს გამოცდილების საერთაშორისო დონეზე გაზიარების შესაძლებლობები. შეხვედრა გავმართეთ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან, ვისაუბრეთ იმ მრავალწლიანი წარმატებული პარტნიორობის შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და მსოფლიო ბანკს შორის. ერთმანეთს მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ და ასევე ვიმსჯელეთ სამომავლო თანამშრომლობაზე. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკის მიერ
პროექტის შედეგები მაღალ დონეზე არის შეფასებული და იგეგმება, რომ ის რეფორმები, რომელიც საქართველოს მიერ არის განხორციელებული, როგორც მოდელი გაზიარებული იყოს სხვა ქვეყნებში. მართლაც საოცარია იმის ნახვა, თუ რამდენად განვითარდა პროექტი და რამდენად წარმატებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს მუშაობა. მათ შთამბეჭდავ შედეგებს მიაღწიეს მოქალაქეებისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და ინოვაციური პროდუქტების მთელი სპექტრის განვითარების კუთხით. მათ შორის გონიერი კონტრაქტის და ახლა უძრავი ქონების ტოკენიზაციის მიმართულებით. შესაბამისად, ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ახალი ინოვაციების შედეგებს და როგორც ყოველთვის ძალიან გვიხარია, რომ მხარს ვუჭერთ საქმიანობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და იუსტიციის სამინისტროს. ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა თბილისში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოს სპორტის მინისტრს მადლობის წერილი გამოგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ღონისძიება განსაკუთრებული ხარისხით ჩატარდა, გამოირჩეოდა შესანიშნავი ატმოსფეროთი და ორგანიზებით. თბილისმა ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს მეორედ უმასპინძლა ტურნირში 46 ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ნებამიბოძეთ ევროპის ძიუდოს კავშირის სახელით გამოვხატოთ ჩემი მადლიერება თქვენი ღირსეული მხარდაჭერისთვის უფროსებს შორის თბილისის 2026 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაში. ეს პრესტიჟული ღონისძიება ჩატარდა განსაკუთრებული ხარისხითა და ზრუნვით, მისი წარმატება კი კარგად გამოაჩენს გაწეულ ძლიერ ინსტიტუციონალურ მხარდაჭერას. ასეთი ერთგულების გარეშე მსგავსი მასშტაბის ღონისძიების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. ჩემპიონატი გამოირჩეოდა მართლაც შესანიშნავი ატმოსფეროთი და ორგანიზებით, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა თითოეულ დამსწრეზე. რუსთავის მერიამ კიდევ ერთი ახალგაზრდული პროექტი მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი დაიწყო პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები 6 თვიან თეორიულ და პრაქტიკულ კურსს გაიგიან. მათგან ყველაზე მოტივირებულები კი მერის ახალგაზრდა წარმომადგენლის სტატუსით რუსთავის მერიაში დასაქმდებიან და მუნიციპალიტეტს ქალაქის განვითარების ახალგაზრდულ ხედვას შესთავაზებენ. რუსთავში მასშტაბური ახალგაზრდული პროექტი დავიწყეთ, სადაც 100-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. შეიქმნა ახალი პლატფორმა, სადაც მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის შუამავლები უკვე ახალგაზრდები იქნებიან. ჩვენი ახალგაზრდები მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე შექმნიან ახალ პროექტებს, რომელსაც უკვე მომავალში ერთად განვახორციელებთ. ახალგაზრდული პოლიტიკის ფარგლებში კიდევ ერთ პროექტს ვიწყებთ, მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი, რომლის მიზანია ქალაქის მასშტაბით ახალგაზრდული ქსელის შექმნა. პროექტის მიმდინარეობისას ახალგაზრდები წარმოადგენენ ახალგაზრდულ ხედვებს, რომელსაც მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით განახორციელებენ. პროექტის მონაწილე ახალგაზრდები ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე შეიჩნენ. მონაწილეობ პროექტში მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი და ვთვლი, რომ ეს პროექტი სრულად აძლევს ახალგაზრდა საშუალებას ჩაერთოს როგორც საჯარო მმართველობაში, ასევე მიიღოს მონაწილეობა ქალაქის საჯარო პოლიტიკაში და დაეხმაროს ქალაქს განვითარებაში. ახალციხეში გვარამაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო. საავტომობილო გზის 1340 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. მოიწყობა მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ახალციხის მერიის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ახალციხეში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. დავიწყეთ გვარამაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. პროექტი არის მასშტაბური და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისათვის. პროექტი ფინანსდება სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით. გზის დასრულების შემდეგ მოსახლეობა კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას. მიმდინარეობს გვარამაძის ქუჩის და მიმდინარე ჩიხების სრული რეაბილიტაცია, გზის საფარის შეცვლა. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია რეგიონში განსახორციელებული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. პროექტის დამთავრების შემდგომ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება უფრო კომფორტულად გადაადგილდეს.
ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით პროექტის ფარგლებში კონკურსის დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება გამარჯვებულები დააჯილდოეს. კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან დაცული ტერიტორიების მიმდებარე მსხვილებმა მოსწავლეებმა მიიღეს, მათ წარადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები, რომლებიც ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მათ ხედვას გადმოსცემდა. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა ნავენახევის მღვიმე დაათვალიერეს, სადაც გაეცნენ უნიკალურ მიწისქვეშა გარემოსა და მის მნიშვნელობას. ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპიული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და ბრალდებულების ხილების მიზნით არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა მეთოდებით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ. ასევე სამართალდამცავების მიერ რამოდენიმეჯერ განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან დიდხიცება დამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, მეთადონი, ბუპრენორფინი, მარიხუანა და სხვა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებით დაფასობებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. აღნიშნულ საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში ასევე აღკვეთილია ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ფაქტი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრიკის შედეგადაც ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 2500 აბზე მეტი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 ტერცია, 260 კვარტა, 261, 262, 265 პრიმა და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. საპოლიციო დანაყოფების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულში ჩართული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები. მადლობთ. ეს იყო ბრიფინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირია დაკავებული. ასეთი იყო ახალი ამბები, პოსტივი საინფორმაციო სამსახური თქვენთვის მუშაობას ზუსტად 13 საათზე გააგრძელებს.